ბერიანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ. ინტერნეტ გადაცემას სიცოცხლის ხიდი. გამარჯობა, ჩვენ ისევ ბედნიერ სახლში ვართ და ისევ აქედან მოგესალმებით. დღეს ჩვენი სტუმარია რეჟისორი ზაზა აკლაძე, რომელიც ყველა დღესასწაულზე თუ კი რამე ხდება დგავს სპექტაკლებს ბავშვებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მომლელები, მშობლები, ანუ ყველა ადამიანი, ვინც ამ სივრცეში რაღაცას აკეთებს, ხო? მადლობა ამისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს დღესასწაული ჩვენ ყოველთვის გვჭირდება. ჩემი თავიც გავიყვანე ახლა მათში. და რაც თავარია, მამა ანდრიას წიგნი, მე მაქვს ბედნიერება რომ ეს წიგნი მეც ვქონდეს, დღეს ვილაპარაკებთ სწორედ ამ წიგნზე და იმ სპექტაკლებზე, რომელიც ამ წიგნის მიხედვით შეიქმნა დადგა ბატონმა ზაზამ, გასტროლებზეც კი იყვნენ ქობულეთი ბათუმი და საზღვარგარეთ ქუთაისი და საზღვარგარეთ საბერძნეთში ვიყავით. ხო. და ნიდერლანდების სამეფოშიც უნდა ყოფილიყავით და უბრალოდ კოვიდი დაემთხვა და ვერ წავიყვანე. მე შემეშინდა უბრალოდ ბავშვების წაყვანა აი ამ რთულ ვითარებაში, ამიტომ უარი განვაცხადეთ და ბატონი ზაზა მე გამაცნო ქალბატონმა თამარ ივერმა, ჩვენმა საამაყო ოპერის მომღერალმა, ჩვენი ფონდის უდიდესმა მეგობარმა და აი იმ დღიდან, როგორც კი ჩვენ ბატონი ზაზა გავიცანით, იმ დღიდან მისი ეს თანადგომა და უანგარობა ისე იგრძნობა ჩვენ ბავშვებთან მიმართებაში და ფონთან მიმართებაში, რომ აი როგორც შენ არ მერიდება და ზუსტად ვიცი რომ მთელი გულით აკეთებ და სიხარულით და გწერ ძალიან მარტივად და თავისუფლად. სწორედ ესეთი შეგრძნება მაქვს ბატონ ზაზასთანაც, ვიცი რომ არც ძალდატანებით, არც უბრალოდ მორიდებით და არც იმიტომ რომ ადამიანმა იცის რომ რაღაცა სიკეთე უნდა გააკეთოს და რაღაც კარგი საქმე. არა, ხო, მთელი გულით რომ ჩვენს გვერდში არის და უყვარს ჩემი შვილები ისევე როგორც მე, უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან შემიყვარდა მთელი ოჯახი. თავისი არაჩვეულებრივი მეუღლეთი და ორი ანგელოზი ქალიშვილით, რომლებიც ახლა უცხოეთში სწავლობენ და მოვიკითხავთ აქედან და აი მე მინდოდა რომ განსაკუთრებული მადლობა მეთქვა ამ ადამიანისთვის და ყველა ჩვენი ღონისძიება ძალიან განსაკუთრებული არის, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი და რაღაც ტრადიციები რაც გვაქვს ფონდის ერთ-ერთი ესეთი ის არის მამა ანდრიას დაბადების დღეც მოდის ახლა უკვე თებერვალში და აი ამ დღესაც ბატონი ზაზა ალამაზებს ძალიან შემოქმედებითად და ძალიან კარგად. მადლობა. რაღაცა ვერაფერი ვერ თქვი გარდა ამისა. დიდი მადლობა მართლა. მადლობთ დედათინა, განიკო დიდი მადლობა ამისთვის რომ მადლობა გადამიხადეთ, მაგრამ მე სამადლობელი მე მგონი არაფერი არ მგონია რომ სამადლობელს ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის საჩუქარია. პირველად აი როგორც დედათინა მახსენა 2016 წელი იყო, ახალი ჩამოსული ვიყავი მე უცხოეთიდან და პირველად რომ მომიყვანა თამარ ივერმა, ქალბატონმა თამარ ივერმა, შეიძლება ითქვას რომ შოკი მივიღე, იმიტომ რომ მე ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა ესეთი სევდიანი სახლი და ესეთი სასიხარულო სახლი ერთად ყოფილიყო, თანხვედრა ყოფილიყო ერთმანეთის. ამას ყველაფერს ალბათ ყველაზე უფრო მთავარი ძალა განაპირობებს ბერიანდრიას ძალა, რომელიც მამა ანდრიას ძალა, რომელმაც დაიბარა ალბათ გეცოდინებათ, დაუბარა თავიანთ მშობლებს, რომ მე გარდავიცვლები, მაგრამ ჩემს მაგივრად და ჩემს ადგილას მოვლენ ძალიან ბევრი ათეული ბავშვი და ერთს თუ ეძახდით შვილს, უკვე ასეულობით დაუძახებთ და ერთი თუ გეძახდათ დედას, დაგიძახებთ 100. და მართლაც ესეა რა, ანუ უსასრულობაში გადავიდა, აი მარადიულობაში გადავიდა, ცხოვრებაშივე გადაიყვანა თავისი ცხოვრება მარადიულობაში მამა ანდრიამ და რა ვიცი, მე შემიძლია ვთქვა, რომ სამადლობელი მე მაქვს დედათინას მიმართ მოსახდელი, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ ძალას ვგრძნობ, არა მარტო მე, მთელი ჩემი ოჯახი ძალიან დიდ
მხარდაჭერას, ძალიან დიდ ზურგს, არა პირდაპირს, აი ყველანაირ დიდ ძალას გძნობ, როდესაც აი ამ სახლში მოვდივარ, მე პირველად მივედი სხვა სახლი ქონდათ ბერი ანდრეას ფონდს, მაშინ დიდ ღომში და ნუ იქ დავიწყეთ ჩვენ აი ესეთი ურთიერთობა, რომელიც მე მგონი მეგობრობაში გადაიზარდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ რამოდენიმე თაობა გამოიარა, იცით, აი ამ პერიოდში. და დიდი სიამოვნება იგრძნობოდა ყველა ბავშვში, რომელიც იღებდა მონაწილეობას აი ამ ჩვენს ეგრეთ წოდებულ პერფორმანს წარმოდგენებში. და კიდევ ერთი ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ძალა ის იყო, რომ ბერმა ანდრიამ თავის ცხოვრების ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი ცხოვრება გაიარა, რომ შეიძლება ადამიანმა რამოდენიმე ცხოვრება გაიაროს და ესეთი სიბრძნე ვერ მიიღოს ცხოვრებისგან, როგორც ამ პატარა ბიჭმა, რომელმაც პატარა ბიჭი შეიძლება ესე ვთქვა, არ მიწყენს ალბათ, რომ იმიტომ რომ მაშინ ხომ პატარა ბიჭი იყო, პატარა იყო კი და ანუ აი ამ ხნის განმავლობაში ისეთი სიბრძნე მიიღო და შეეძლო გადმოეცა როგორც თავიანთი მშობლებისთვის, ასევე გარემოსთვის, ასევე მისი მეგობრებისთვის, მისი მასწავლებლისთვის, ქალბატონი მარინა გიორგობიანისთვის და რა ვიცი, ყველა იმ ადამიანის მიმართ ძალიან დიდი მე შემიძლია ვთქვა, რომ არაწლოვანებითი იყო, იცით, აი დიდი იყო ძალიან. დიდი იყო ბევრად ვიდრე თავის ბიოლოგიური ასაკი. და მისმა აი სწორედ აი ამ სიდიდე განაპირობა ის, რომ მან დაწერა, დაგვიტოვა ჩვენ აი ეს არაჩვეულებრივი. ხოდი ვისაუბროთ რა იმაზე, რაც მან დაწერა. იმიტომ რომ ძალიან ძვირფასია. არაჩვეულებრივი კრებული მართლაც და მადლობა დედა თინას, მადლობა ქალბატონ მარინას, რომ უკვე ეს კრებული ჩვენ რედაქტირებული სახით გვაქვს უკვე და შეგვიძლია მისი ანალიზი გავაკეთოთ. არა მარტო როგორც აი ბერი ანდრიას დატოვებული რაღაცა ჩანახატების, არამედ იმაში ძალიან დიდი სიბრძნე დევს. აი ისეთი ფილოსოფია შეიძლება ამოიკითხოს ადამიანმა, რომ ყველანაირი მიმართულებით, აი თქვათ ლიტერატურული მიმართულებით, შეიძლება დრამატურგიული მიმართულებითაც. აი სწორედ მე დრამატურგიული პირველ საწყისი დავინახე ამ წიგნში და დავიწყე მასზე მუშაობა და ეს არ არის ისეთი მასალა, სადაც თქვათ აი ებრძვი ავტორს, იცით, აი გინდა რომ რაღაცა შენებურად, შენ ყაიდაზე მოიყვანო და დაალაგო ისე და ნუ რეჟისორებს ეს გვჩვევია ხოლმე, მაგრამ ეს არის ის ნაწარმოები, რომელიც აი ისე ედება და ისე მოედება სცენასაც, გარემოსაც, სივრცესაც, სადაც ეს არ უნდა წარადგინო. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ნაწარმოები ბავშვებმა რა არის მთავარი სათქმელი მამა ანდრიას? მოდი ესეც გავუზიაროთ. ბევრი, აი ძალიან ბევრი თემა აქვს. შენც მოგვიყევი, კაი? რა, აი მე რასაც ვხედავ, იქიდან გამომდინარე, პირველ რიგში გასაკვირველია, გენეტიკა ჩანს მისი. გენეტიკა ჩანს არა მარტო მისი მშობლების. ცალკე სალაპარაკოა და ცალკე სათქმელია დედა თინას 8 წლის საერთოდ, როგორც ალბათ წლები გავა და შემდეგ მერე იქნება ეს უფრო წარმოსადეგი და განსხვავებული, ყველასგან განსხვავებული. ამით არის საინტერესო, რომ ყველასგან განსხვავებული ადამიანია და ყველასგან განსხვავებულ საქმეს აკეთებს. ჯერთი უდიდეს მადლს და ისეთი წამალივით არის იმ ბავშვებისთვის, რომელსაც მართლა ჭირდებათ. ყველა დედას ეძახის, სულ ყველა. და მე ჯერ მეგონა რომ თავის დედაზე იყო საუბარი. ყველა ბავშვი მეგონა რომ მართლა თავის ბიოლოგიური დედა. თურმე საუბარია
და ისეთი სიყვარულით და ისეთი რუდუნებით იძახიან ამ სიტყვას, რომ შეიძლება ზოგი შვილი ბიოლოგიურ დედას არ დაუძახებდა, არა, მეთანხმებით ალბათ. სახელი არ მახსოვს ერთი ბავშვი ყვებოდა, რომ ოპერაცია არ გაიკეთა, სანამ დედა არ მოვიდაო და მეგონა რომ თავის დედას ელოდებოდა. კი, გასაკვირველი. ოთოს ჩვენი დასის წევრი იყო. ოთო, რომელიც შემდეგ უკვე აი მართლა შეიძლება ითქვას დაფრთიან და ყველანაირად, როგორც აღნაგობით, ასევე სიბზნით, ასევე უაგონ ყველაფრით, ნიჭიერებითაც სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სპექტაკლში დასაწყისშივე ოთომ და კიდევ რამოდენიმე ადამიანი ბავშვი, რა ვიცი, რომელიც დღეს ჯამთელად არის, კარგად არის დაფრთიანებულია, ოჯახებით შექმნეს და შვილებიც ყავთ და სამწუხაროდ, აი ჩემთვის შოკი რატო ვიძახი ამ შოკს, რომ მე მივიღე ის ინფორმაცია იმ დღიდან, რომ ამ რაღაცა სივრცეში, რომელსაც დედა თინას და ბერი ანდრიას სივრცე ერქვა, აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც დღეს კარგად იყვნენ და ხვალ იყო ესეთი წესი, იყო ცხოვრების წესი, იყო და ამ სახლის წესი, რომ ხვალ ცუდად ხდებოდნენ და ბევრნი მიდიოდნენ, იმ ქვეყნად მიდიოდნენ. მშობლები ამას ყველაფერს უყურებდნენ და დედათინა იყო შვება მათი. ვიცი. ეხლაც, დღესაც ესეა რა, მაგრამ დღეს უფრო მე მგონი უფრო მეტი დახმარება, მისი რუდუნებით სხვათა შორის და მისი აი ძალისხმევით, მისი ამ სვანური ღაუტეხელი ხასიათის გამო ძალიან ბევრს მიაღწია რა. მიაღწია იმას, რომ ესე იგი თავისმა ჩვენმა მთავრობამ მიწა აჩუქა და სახლი აშენებია იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდზე დაიყენა და ყველა აი იმ დიდ სპონსორებს, რომლებიც ჩვენ ვიცნობთ ყველას გაარემონტებია ცალ-ცალკე ოთახები და დაარქვა სახელები, რომ ვინც ეს გაარემონტა, ესეც გადაწყვეტა. მე ვფიქრობ, რომ აი ჩემი გადასახე დიდი რეჟისორია, დედათინა. პროდიუსერი. ხო, ანუ აი მართველია სიტუაციის, რასაც კიდებს ხელ. თან რაღაცა ძალიან სწრაფად და კარგად აკეთებს ამ ყველაფერს. ნუ პირველად რომ პირველი იყო მე მგონი ცუდად გახთა რომელიღაც ბავშვი და წამში აიღო ტელეფონი კატეში, მაგრამ რაღაცები თქვა, განკარგულებები გასცა და წამში ყველაფერი დავაგდა. ბავშვი იყო უკვე კვლევაზე, აი ყველაფერი წამში იყო ორგანიზებული. ალბათ იმიტომ რომ მისი ავტორიტეტი განაპირობებს ამას რა. მე ესე კარგი ადამიანები მხოლოდ ხო, გასაკვირველია, მაგრამ კარგი ადამიანები კარგ ადამიანთან ხვდებიან და ჩანან რომ კარგები არიან. მე მგონი რომ ეს არის, რომ აი მისი ესეთი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, მისი ძალა, რომელიც ფიზიკური და სულიერი ძალაა და მისი ეს უანგარობა, რომელიც დღე და ღამე და დღითი დღე უფრო იზრდება და იზრდება რა. მასშტაბი აქვს ძალიან ბავშვები ახლა, რომლებიც კარგად არიან და რამოდენიმე ჩვენი დასის წევრები, ფონდს თავის დასი აქვს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვებისთვის, რომ მხოლოდ მკურნალობა არ არის ჩვენთან და სხვადასხვა მიმართულებით ცდილობთ, რომ ბავშვები რაღაც განათლება და ის გქონდეთ, შეხება და მით უმეტეს ახლა როდესაც ცნობილი ოპერის თეატრის რეჟისორი მუშაობს შენთან, ხო, რამხელა რამე არის და ეგ კიდევ ცალკე პრივილეგია არის და ცალკე სიხარული არის ბავშვებისთვის და მათთვის არის ისეთი გამოცდილება, რომ ვერ გეტყვით. აი ჩვენი დასის წევრები დიტო, ხო, როგორი საოცარი და როგორი ნიჭიერი იყო ეკატერინე, ვაკო ბავშვები, რომლებმაც ითამაშეს ძალიან ისე ღირსეულად და კარგად და დღეს მამა ანდრიასთან ერთად არიან უკვე სასუფეველში და მათთვის ეს დროც იყო ძალიან ისეთი, ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი სცენაზე დგომა არ არის ისეთი და თან ქუთაისში მესხიშვილის თეატრის სცენაზე ვიდექით და ძალიან ღირსეულად არა ვაჩა. იცით რა, აი დავეთანხმები დედათინას რომ ეს იყო მართლაც იმ ბავშვებისთვის მართლაც ზეიმი და მე თუ აი ჩემი რაღაცა ოდნავი ძალიან მინიმალური და მინიმალისტური წვლილი შემიძლია ჩავდო და ჩემეძლო ჩამედო ამ ბავშვებში, სწორედ ეს იყო ჩემთვის უდიდესი ბედნიერება. იმიტომ რომ მე მათ თვალებში ვხედავდი, რომ აი ჯერ ემზადებოდნენ რეპეტიციებზე, როგორი პასუხისმგებლობით მოდიოდნენ, როგორ
სწავლობდნენ ტექსტს, აი ამ ტექსტს, რომელიც მათთვის ძალიან ახლო იყო. ტექსტი სიკეთეზე, ტექსტი სიყვარულზე, ტექსტი სამშობლო სიყვარულზე, ტექსტი ბუნებაზე, იცით რა ძალიან მრავალფეროვანი თემატიკაა ამ კრებულში და ამიტომ ბავშვები გაყოფილები ყავდა აი ზოგი მაგალითად სიყვარულის თემატიკას თამაშობდა ზოგი სიკეთეზე, ზოგი სამშობლო სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, ბუნებას ანსახიერებდნენ წვიმას მაგალითად, ქარს, სვანეთის პეიზაჟებს, მთებს და ნუ მოკლედ ავსებულები იყვნენ აი ამ სამყაროთი, რომელსაც ბერი ანდრეას სამყარო ერქვა, რომელიც აი ეს ბერი ანდრეას სწორედ ეს გენეტიკა რაც ვილაპარაკე და რაც ვთქვი, გენეტიკა მარტო მშობლებისგან გამომდინარე, რასაკვირველია უდიდესი წვლილი მშობლებს აქვს, მაგრამ მათ უკან კიდევ დგანან აი ეს უდიდესი პიროვნებები, წინაპრები და ის გარემო, რომელიც ის გარემოც მოგეხსენებათ, როგორ გარემოში მოევლინა ის ამ ქვეყანას, ხო? და ამხელა ტანჯვა გამოიარეს მშობლებმა სანამ ფეხზე დააყენებდნენ ბავშვს, ესე იგი გამოიარა ომი სვანეთის აი ეს უღელტეხილი გადმოსვლა უმძიმესი ჩვენი ისტორიის უმძიმესი ისტორია და უმძიმესი და ეს ყველაფერი თავმოყრილი იყო ამ ადამიანში და მისი ცხოვრებაც რომელიც შემდეგ ესე იგი დაგვირგვინდა ბერობით. ეს ყველას ეს ბედნიერება არ აქვს, არ აძლევს ღმერთი. არ აძლევს ნამდვილად. გამორჩეული ადამიანი და გამორჩეული პიროვნება და მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გამოუცნობია ის რაღაცა სიბრძნე, რომელიც წერს ამ წიგნში რა და მე რა ვიცი, მე შემიძლია პირიქით მოუწოდო ჩემი პროფესიის ადამიანებს, კოლეგებს, შეიძლება ლიტერატურ მცოდნეებს, რომ გაარჩიონ ეს ნაწარმოები, ამას ქვია სიკეთის საგალობელი და ხა ჩემგან რეკლამა ნამდვილად არ ჭირდება ამ წიგნს, მაგრამ მე მაინც რეკომენდაციას უწევ, რომ აი დიდი ანალიზი არ არის საჭირო, აიღონ გადაიკითხონ პირველივე სტრიქონიც აიკითხონ და შემდეგ ვერ მოეშვებიან, დარწმუნებული ვარ და თვითონ ძალიან ერიდებოდა ხოლმე, ხა მე როგორც ყველა დავუშვათ ამბიციური დედა, რომ შვილს ეხერხებოდა წერა, ამიტომ შევაგროვე. როდიდან დაიწყე ამის შეგროვება? ანუ რა ასაკს და რა პერიოდს მოიცავს? ეს მეორე წიგნია ის, რაც გამოვეცით. პირველი წიგნი იყო, მაშინ დაწყებითის კლასებში იყო და მაშინ მომინდა ამის გამოცემა, გამოვეცით რამოდენიმე ეგზემპლარი და ესეც ესე ახლობლებისთვის და ამერიგებია ნათესავებისთვის და ესეთი გათვლა მქონდა, რომ აი რომ გაიზდები ცოლს, მოიყვა შვილი, გეყოლება და მე ვაჩვენებ, ან რძალს ვაჩვენებ, რომ აი მე ესეთი შვილი გავზარდე და ახლა აბა შენ რას იზამ და რაღაც ესე ვუხსნიდი ხოლმე, რა თქინდა ეს წიგნი რომ ეკითხებოდა, ძალიან სცხვენოდა მას, ერიდებოდა. კაი დედა, ვისრათ უნდა ჩემი წიგნი, შვილო არ გავყიდით, ვეუბნები ვაჩუქებთ. და მე უკვე როდესაც ცუდად გახდა და უკვე მკურნალობდა, სახლში კიდევ ვიპოვეთ რვეულები, სადაც ეს ჩანახატები ქონდა, ზოგიერთი მასწავლებელს ქონდა შენახული სათუთად და მათაც დაგვიბრუნეს და არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალბატონი მაია, მისი ქართულის პედაგოგი, რომელმაც აი მან აღმოაჩინა, მე მივიყვანე მოსამზადებლად და ერთ თვეში დამიბარა ქალბატონმა მაიამ და მითხრა, რომ მას არ სჭირდება მომზადება, იმდენად ჭკვიანია და იმდენად წარმატებული არის, რომ ამაში ვერც თვითონ ვერ დახარჯავდა დროს, ვერც მე თანხას ვერ გადამახდებიებ და რეპეტიტორი იყო და მითხრა, რომ თუ სხვა რამეზე უნდა ვისაუბროთ და მას არ სჭირდება გაკვეთილებში დახმარება, მე დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი, ხო და ბევრ რამეს ვსწავლობ, ესე ამბობდა, ნუ გზარისგანვე და სულ მქონდა კითხვები, იმდენ კითხვას და ესეთ რაღაცებს უსმევ და ძალიან ბევრს
ჭობდნენ და მე როდესაც ავდიოდით მასთან ვეუბნებოდი ხა არ დაიწყო ეს ასე და ისე მილიონ კითხოს ნუ დასვამეთკი და მე უთხრა დედამ ესე მითხრა კითხოს ნუ სვამო რამე კითხო მკითხეო მაიკომ უთხრა და დედამ ესე მითხრა რომ ნუ სვამო და რას ამბობო მეო ესე მიხარია პირიქით და ძალიან გთხოვთ ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან დავმეგობრდით ქალბატონი მაია ძალიან ჩემ გულში არის და მამა ანდრია მისთვის კიდე სხვა რაღაც მისთვისაც სხვა რამე იყო მოვლენა რაღაც როგორც თვითონ ამბობს და ერთ-ერთი ნაწარმოები რომელიც არის აქ ჩადაწერე დედაზე და მე მევთხარი ვაიმე დედა ჩემზე დაწერე დიდი სიამაყი და მეუბნება არა დედა ღვთისმშობელზე დავწერეო და მე როდესაც იყო უკვე ცუდად მაშინ მითხრა გახსოვს შენ რომ მკითხე დე მევთხარი კი როგორ არა და ხო მითხარი ღვთისმშობელზე მეთქი ხო და არა დე შენზე დავწერე რა თქმა უნდა უბრალოდ მაშინ ესე გითხარი ძალიან თავში არ აგვარდნოდაო ესე მითხრა ჩვენ ძალიან ისეთი ჩავერთვები დიდი ბოდიში აი სწორედ აი ამ მოგონებამ განაპირობა ის რომ ჩვენ ქუთაისში მესხიშვილის დიაჯი რო ვითამაშეთ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე დედა თინაც იყო სპექტაკლში და აი სცენა გავაცოცხლეთ სადაც ესე იგი დედა თინა მოდის და ხვდებიან მისი შვილები მას და ესე იგი ერთად მიდიან ამ ეკლიან გზაზე ხო და აი ძალიან ემოციური იყო ძალიან ემოციური იმიტომ რომ თავ მოყრილი ამ ბავშვების ირგვლივ დედა თინა თავს გზნობდა ბედნიერად. აი ეს ბედნიერება მის თვალებში იგრძნობოდა და ის ცრემლები რომელიც მას მოდიოდა თვალებიდან და მაყურებელს რა აი მე შემიძლია ეს კარგად გავიხსენო ეს პერიოდი და რაღაც აი ამ სახლმა და ამ სივრცემ ახალი რაღაცა სურვილები გამიჩინა და არა მარტო დრამატული სპექტაკლის, არამედ მინდა რომ რაღაც მუსიკალური სპექტაკლის გავაკეთო. ანუ შთაგონება მიიღეთ იმ ხელა რომ აი უფრო სხვა მიმართულებით წავიდეთ რა. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. თან კიდევ მინდა აღვნიშნო რომ არც ერთი არ გავდა მეორეს. აი ხო ჯერ წიგნი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და სხვადასხვა ნაწარმოებს გააცოცხლებს ხოლმე ბატონი ზაზა და თან არც ერთი მეორეს არ გავდა და ერთ-ერთმა მაყურებელმა მითხრა რომ ყოველთვის ყველგანი იყო ხოლმე და თქვა რომ საერთოდ იმდენად განსხვავებულია მე მეორეჯერაც კი ვნახავდიო იგივეს მაგრამ არასოდეს ერთნაირი არის და ეს ძალიან მიხარია ბავშვებისთვისაც უფრო საინტერესო არის და მაყურებლისთვისაც იმიტომ რომ ბევრი ყავს ზოგჯერ ერთი და იგივე მაინც მოდიან ხოლმე ჩვენს აი ამ ღონისძიებებზე და ეხლა 23 თებერვალს გვექნება მამა ანდრიას დაბადების დღე მოდის და ტრადიციულად უკვე აქ ვაკეთებთ იმიტომ რომ მამის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქსივრცე და წელს არ ვიცი რასაც ოცხლებთ წელს აბა ბატონო ზაზა რა გეგმებით ხართ რა პირველ რიგში იმით ვარ შთაგონებული რომ ისევ შემომთავაზა დედა თინამ და აი ამ ნდობისთვის დიდი მადლობა რა რომ ყოველ წელს ესე იგი არ ვავიწყდები ეს ჩემთვის დიდი პატივია და რაც შეეხება კონცეფციას ჯერ სიმართლე გითხრათ თემა მოფიქრებული მაქვს მაგრამ აი ამ თემის ირგვლივ მინდა რამოდენიმე დეტალზე მე გავამახვილო ყურადღება დედა თინასთან და ალბათ ახლო მომავალში უკვე გავეცნო გამოჩნდება კონტურები კი რასაკვირველია წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი ხო აი შარშან ის ადამიანები შარშან ოპერის თეატრიდან მოვიწვიეთ ანსამბლი სულიკო ჩემი მეგობრები ვანო გალუაშვილი, სულხან გველესიანი, თამას აგინაძე არ მინდა არავინ გამომჩეს ღმერთმა დამიფაროს კაცო. წინა წელს ჯორჯიკია და ჯორჯიკია იყო
თარიკი რასაკვირველია. ძალიან ახლო მეგობრები და უდიდესი მადლობა უანგაროთ ყველა ადამიანი. და მოდიან და აი დიდი სიყვარულით ყველა იცით აი მე რომც აი შევთავაზო და ნუ ხო მაგასაც უსმევ ხას ხომ იცით როგორ სახლში მივდივარ და ვის წინაშე უნდა რათ უნდა ამას საუბარო, რათ უნდა პირიქით მადლობას მიხდიან. მეც ესე ყოველდღე მადლობას ვეუბნები, რომ მადლობა რომ აზიარე ხო, რომ აი რა ვიცი, ამხელა ბედნიერებას და ამხელა იმას რომ იღებ შენ თავზე რომ ამ სახლში შენი თავიც გინდა რომ წარმოაჩინო, ხო რაღაც მომენტში ესე არის. ესეა ზუსტად ასეა. და დიდი მადლია რა. არის, ნამდვილად მადლია, პირველ რიგში მადლია და ამას სულ ვამბობ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მე დღეს აქ ვარ. მართლა მადლობა. რა ვიცი 23 თებერვალს ვის შეუძლია რომ მოვიდეს და ნახოს ეს სპექტაკლი? ვისთვის კეთდება? ეს დახურულია თუ თქვათ ყველას შეუძლია? 23 თებერვალს ძალიან ალალად გამიჩნდა ეს კითხვა. ხო, ვიწოთ სტუმრებს, ცოტა დახურული გამოდის, იმიტომ რომ შესაძლებლობა ადგილის გამო არა გვაქვს, უფრო მოდიან მეუფეები და სასულიერო პირები უმეტესი და დანარჩენი კიდევ ჩვენი მეგობრები, ოფიციალური პირებსაც ვეპატიჟებით და იმ დღეს ვიხსენებთ ესე მამა Andreas. შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და მეუფეოზე სათავე მოგეშინის მცემელო სულო ჭეშმარიტებისო რომელი ყოველდღე ხარ და ყოველსავე აღზით მადლითა შენითა ანუ შემიყვანე ჩვენ გასასწრებს არა მეგიუსენ ჩვენ ბოროტისაგან სული ჩვენგან მიცვალებულისა ბერის ანდრიასის აყოფესა მართლთასა და აწესოს წიაღთა შინა აბრაამისა და განუსვენოს და ჩვენ შეგვიწყალნეს ვითარცა საფიერ ხარ და კაც მოყვარე და ჩემთვის ძალიან რთული და მძიმე დღე არის. გარდაცვალება უფრო არ მიჭირს ვიდრე დაბადების დღე მე პირადად და ბატონი ზაზა იმდენად ამას ისეთ ხელოვნების დონეზეა გაყვანილი, რომ იმ დღეს მხოლოდ სცენაზე, როდესაც მადლობა უნდა ვთქვა, ან საუბრობ, აი ის მომენტი არის, როდესაც მე ცუდად ვარ და შეიძლება ვიტირო და რაღაცები ვისაუბრო, მაგრამ აი მანამდე და ეს ყველაფერი იმდენად ლამაზად აკეთებს ყველაფერს, რომ ვერ ვფიქრობ იმ მძიმე დღეზე, იმდენად შემიცვალა შეგრძნება ბატონ ზაზას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და აი ცოტა ნაწილობრივ დახურული გამოდის, იქიდან გამომდინარე რომ ადგილი არის ცოტა. თუმცა აი ამ ჩვენ ხელოვნებაში რაღაცნაირად დაჩვენოთ. კი, აუცილებლად. ეპიზოდები ან თუნდაც გადავიდეთ. იცით რა, აი დედათინა როგორც იძახის. ნუ ეს სახლი სევდის სახლია, რასაკვირველია და სევდა და სიყვარული ერთად არის, იმედიც არის, მაგრამ ერთადერთი დღეა, სადაც ეს სევდა ნაკლებად უნდა ჩამდეს და უფრო აი ზევით წამოვიდეს ოპტიმიზმი. ხო და აი ჩვენი წინა ეგრეთ წოდებული პერფორმანსი წარმოდგენები სულ სევდის მატარებელი, ყოველთვის სევდის მატარებელი, ბოლოს პაუზით მთავრდება და ნუ ადამი ხალხი ვერ გებულობს რა გააკეთოს, ტაში დაუკრას თუ რაკნას. აი პატარა პაუზაა ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ სევდანარევია. ხო და წელს არ მინდა რომ არ გვინდა რომ იყოს აი ესეთი სევდა ძალიან ღრმა სევდა და იყოს იმედი და იყოს ოპტიმიზმი, იყოს ის რომ ჩვენ ვიმარჯვებთ ადამიანების დახმარების მიმართ. იმიტომ რომ მე აქ პირველად სიკვდილი დავინახე სხვანაირად. ანუ ჩემი დამოკიდებულება დიაგნოზთან, თქვა სიკვდილთან, იმ გზასთან, მკურნალობასთან, მშობლებთან, მათ სევდასთან სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა. და სულ სხვანაირი წარმოდგენა მაქვს ახლა, მართლა. და ამისთვისაც დიდი მადლობა, რომ ასე შევეთამაშე ისეთ იდუმალ რამეს, რასთანაც შეხება არასდროს მქონია და ამით მე გავძლიერდი და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის.
და გეპატიჟებით რა, ეხლა თქვენ თუ გეცლებათ, ჩვენ აუცილებლად. ალბათ მოვემზადებით ის სათანადოდ კი, ძალიან. და მეგობრებს დავპატიჟებთ და თქვენც ხო იმედი მაქვს რომ აქ ვიქნები კი და მე კიდე ვპირდები ალბათ ჩვენ პირდებით ჩვენს მაყურებელს რომ ეპიზოდებს ან თუნდაც სრულად გაუზიარებთ მას ხო? კი. ჩვენ მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით გამოიწერეთ არხი თუ ნანახი არ გაქვთ ჯერ რომელიმე ეპიზოდი აუცილებლად გადაავლეთ თვალი და რაღაცაეთ ჩემნაირი ბედნიერების განცდა გექნებათ ბოლოს, იმიტომ რომ თქვენც ახალ სამყაროში შეაბიჯებთ, სადაც ბევრად უფრო დიდი სიყვარულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მიყვარხართ და გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე. ყოველ 4 შაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი.